YouTube-ზე ფული შოვნის მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს. ხუთი სრულიად განსხვავებული მოდელი არსებობს. თითოეული მათგანი მოითხოვს განსხვავებულ საწყის კაპიტალს, დროსა და რისკებთან გამკლავების უნარს. ორს კამერა სჭირდება, სამს კი არა. ერთი მათგანი პირველ შემოსავალს 2 თვეში მოგიტანს, მეორეს კი შესაძლოა წელიწად-ნახევარიც კი დასჭირდეს. თუმცა საბოლოოდ 10-ჯერ მეტ შემოსავალს მოგიტანს. და აი რატომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ადამიანების უმეტესობამ ვინც YouTube-ზე მარცხი განიცადა უნიჭობის გამო არ ჩაჭრილან. ისინი უბრალოდ სხვის გზას მიჰყვებოდნენ. აკეთებდნენ იმას, რაც მათ რესურსებს, ხასიათსა და დროს საერთოდ არ შეესაბამებოდა. დღეს კი ხუთივე მეთოდს დეტალურად დავშლით. განვიხილავთ კაპიტალს, ვადებსა და რეალურ ციფრებს თუ ვის მოერგება თითოეული მათგანი. ბოლოს კი დაგისვავთ 3 კითხვას, რომელთა დახმარებითაც ზუსტად გაიგებთ რომელია თქვენი გზა. და სანამ რეალურად გზებზე გადავალთ, უნდა შევთანხმდეთ 3 მთავარ საზომზე. და ეს 3 საზომი კარგად დაიმახსოვრეთ, რათა მომავალში ნებისმიერ YouTube-ის რჩევას დამოუკიდებლად გაუკეთოთ აუდიტი. პირველი საზომი არის ფული. აქ არ გულისხმობ იმას თუ რამდენს გამოიმუშავებ. თავარია რამდენი გჭირდებათ დასაწყებად. დიაპაზონი კი ხუთივე გზაზე მკვეთრად განსხვავდება. თვეში $50-დან ერთჯერად $3000-მდე. მეორე საზომი კი არის დრო. ამას ორი საზომი აქვს. რამდენი საათი გჭირდებათ კვირაში სამუშაოდ და რაც მთავარია, რამდენი თვე დაგჭირდებათ პირველ შემოსავლამდე. აქ კი დიაპაზონი 2-დან 18 თვემდე მერყეობს. და ვინც ამ ციფრს წინასწარ არ იცნობს, შესაძლოა მე-4 თვეს დანებდეს და იფიქრებს, რომ არ გამოუვიდა და არა და გამოსდიოდა, უბრალოდ რეალური ვადები არ იცოდა. და მესამე საზომი არის შენი სახე. მზად ხარ კამერის წინ დადგე? ეს არც სისუსტეა და არც სიძლიერე, უბრალოდ პარამეტრია. იმიტომ რომ ამ 5-დან 2-ს შენი სახე სჭირდება, 3-ს კი არა. და კიდევ გვაქვს ერთი ფარული, ყველაზე ძვირადღირებული საზომი, ენა. დაიმახსოვრეთ ეს ციფრი. ქართულენოვანი ვიდეოების 1000 ნახვა რეკლამიდან დაახლოებით $0.5-2-მდე ფასდება. ინგლისურენოვანის კი $5-დან $20-მდე. ფაქტობრივად იგივე შრომით 10-20 ჯერ უფრო მეტს იღებ ინგლისურენოვანი კონტენტით. და მაშინ რატომ აკეთებ ზოგი ქართულენოვან კონტენტს ან მე მაგალითად? იმიტომ რომ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რასაც პირველივე გზაზე აგიხსნე. პირველი გზა ქართულენოვანი არხის საკუთარი სახით. ეს შენ ხარ თუ ქართულად საუბარი ბუნებრივად გამოგდის. გინდა რომ შენი სახელი ბრენდად იქცეს და ნდობა მოიპოვო ადგილობრივ ბაზარზე. საწყისი კაპიტალი $200-დან $500-მდე. რაში იხარჯება ეს თანხა? ეს ბიუჯეტი ძირითადად მიდის ხარისხიან მიკროფონსა და საბაზისო განათებაში. მაგალითად სტანდარტული softbox-ი, ასევე AI ინსტრუმენტების სკრიპტის და ვიზუალის შექმნისთვის. ვიდეოს გადაღება კი შეგიძლიათ უკვე არსებული smartphone-ით. რა თქმა უნდა თუ ხარისხიანი მობილური გაქვთ. ხოლო ფორმატებისა და მონტაჟებისთვის სავსებით საკმარისია უფასო ან იაფი აპლიკაციები, როგორიცაა CapCut ან დაკრეკილი Premiere Pro. ვადები და შემოსავლები. პირველ შემოსავლამდე 6-დან 12 თვემდე დაგჭირდებათ. თავიდან თვეში $50-300-ია მოსალოდნელი. შემდეგ 500-2000, ზედა ზღვარი 2-დან 10000-ია. მეტიც არის, მაგალითად იგივე დანელია, სარიშვილი, ჰანგრიმენები. გახსოვთ კითხვა, რატომ ქართულად თუ RPM-ი ასეთი დაბალია? იმიტომ რომ ქართულ აუდიტორიასთან ნდობა უსწრაფესად შენდება. კონკურენცია დაბალია და ნიშების უმეტესობა კი სრულიად თავისუფალია. აქ მთავარი შემოსავალი არა AdSense-ია, არამედ სპონსორობა და საკუთარი ციფრული პროდუქტების გაყიდვაა. ქართული ბრენდი შენს ნდობაში იხდის ფულს და მას შენი RPM-ი საერთოდ არ აინტერესებს. და ვის არ ერგება ეს გზა, ვისაც სწრაფი ფული უნდა ან გლობალური ბაზრის ამბიცია აქვს. შემდეგი გზა B, გლობალური არხი ინგლისურად, საკუთარი სახით. ეს შენ ხარ თუ ინგლისური საკმარის დონეზე იცი და მზად ხარ ითამაშო მსოფლიო ლიგაში, სადაც კონკურენციაც გლობალურია და ჯილდოც. საწყისი კაპიტალი $500-დან $2000-მდე. რაში იხარჯება ეს თანხა? გლობალურ ბაზარზე კონკურენციას რომ გაუძლო, ვიზუალი და ხმა უნაკლო უნდა იყოს. ეს ბიუჯეტი მოიცავს ხარისხიან კამერის და ლინზის შეძენას, კინემატოგრაფიული სიღრმისთვის. ასევე დაგჭირდებათ პროფესიონალური მიკროფონი და მონტაჟისთვის მძლავრი პროგრამები, როგორიცაა Premiere Pro, მაგრამ დაკრეკილიც ხელმისაწვდომია.
და ეხლა ვადები და შემოსავლები. ეს ყველაზე გრძელი გზაა. 8-დან 18 თვემდე სჭირდება. ალგორითმს დრო სჭირდება, რომ უზარმაზარ ბაზარზე თქვენი აუდიტორია იპოვოს. სამაგიეროდ შემოსავლის ჭერი აქ თვეში 10-დან 50000 დოლარს აღწევს, რადგან RPM-ი აქ 5-დან 20 დოლარამდეა. ვის ერგება, თითქმის ყველა ნიშას მოიცავს გლობალური ბაზარი. და ვის არ ერგება, ვისაც 12 თვე სიჩუმის მოთმენა არ შეუძლია. ეს სპრინტი არ არის, ეს მარათონია. გზასი, faceless, უსახო არხი. ეს შენ ხარ თუ კამერის წინ საუბარი და გამოჩენა არ გსიამოვნებს. თუმცა დღევანდელი YouTube-ზე ეს გზა სამსრულიად განსხვავებული ქვემიმართულებად იყოფა. C1 დექსტოპი, უსახო, კვლევა და სტოკ ვიდეოები. ეს არის კლასიკური უსახო არხი. თქვენი მთავარი იარაღი არის კვლევა, წერა და ამბის საინტერესო დაწყობა, ისტორია, ბიზნეს кейსები თუ ტოპ 10-ები. საწყისი კაპიტალი 300-დან 800 დოლარამდე. რაში იხარჯება ეს თანხა? ბიუჯეტი სრულად მიდის საწარმოო ციფრულ რესურსებზე. მაღალი ხარისხის სტოკ ვიდეოების ბაზები, მაგალითად Envato, სკრიპტების მოსამზადებელი პროგრამები და პროფესიონალური გახმოვანება, მაგალითად 11 Lab-ი. ვადები და შემოსავლები. 4-დან 12 თვეში არხი იწყებს შემოსავლის მოტანას, რაც თვეში 2-დან 20000 დოლარამდე ადის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არხი გაყიდვადი აქტივია, რადგან ის თქვენს პიროვნებაზე არ არის მიმული. ბაზარზე ასეთი არხები თვიური მოგების 25 მაგ ფასად იყიდება. წარმოიდგინეთ, არხი, რომელიც თვეში 2000 დოლარს აკეთებს, პოტენციურად 50000 დოლარად იყიდება. ფასი კი ამისთვის არის ურთულესი საწარმოო პროცესი, მუდმივი კვლევა, სკრიპტი და მონტაჟი. და ვის არ ერგება, ვისაც წერას ძულს. შემდეგი C2 Cinematic POV უსახო მოქმედება კამერის მიღმა. ეს შენ ხარ თუ კომპიუტერთან ჯდომას ფიზიკური აქტივობა გირჩევნია. აქ სახე არ ჩანს, მაგრამ კამერა, მოქმედება და ესთეტიკა აუცილებელია. ამაში შედის ქალაქებში ფეხით მოსიარულეების ტურები, კულინარია, ან უბრალოდ სოფლისა და სახლის საქმეების ესთეტიური ასახვა. საწყისი კაპიტალი 500-დან 3000 დოლარამდე დამოკიდებულია გადაღების სტილზე. და რაში იხარჯება ეს თანხა? აქ ორი განსხვავებული ტექნიკური მიდგომაა. თუ ფეხით მოსიარულე ტურებს იგივე walking tours იღებთ, იდეალურია კომპაქტური ინტეგრირებული სტაბილიზაციის მქონე კამერები, მაგალითად DJI სერია, რაც ბიუჯეტს საგრძნობლად ამცირებს და 500-800 დოლარის ფარგლებში ჩდება. ხოლო თუ აქცენტს კულინარიასა და silent vlog-ებზე აკეთებთ, სადაც კინემატოგრაფიული სიღრმე და უკანა ფონის იდეალური გაბუნდოვნებაა მთავარი, მაშინ დაგჭირდებათ ისეთი სეტაპი, როგორიცაა პრემიუმ კლასის სარკისებრი კამერა 35 მმ-იანი თრით ლინზითა და კომპაქტური სტაბილიზატორი. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი უკვე 1500-დან 3000 დოლარამდე არის. და ეხლა ვადები და შემოსავლები. აქაც დაახლოებით 4-დან 12 თვეა საჭირო შედეგისთვის. თუმცა უპირატესობა ისაა, რომ აქ ვიდეოებს ენობრივი ბარიერი არ აქვს და შესაბამისად ის პირდაპირ გლობალურ აუდიტორიაზე გადის, სადაც RPM-ი ბევრად მაღალია. და ვის ერგება, ვისაც უყვარს ესთეტიკა, ფიზიკური მოძრაობა და კამერასთან მუშაობა, მაგრამ არ სურს პერსონალური ბრენდის შენება საკუთარი სახით. შემდეგი C3 საპროდიუსერო სტუდია, რეჟისორი კამერის მიღმა. ეს შენ ხარ თუ გუნდის მართვა გეხერხება და გინდა რომ არხი თავიდანვე ბიზნესა დააშენო. კადრში ჩანს ადამიანები, დაქირავებული მსახიობები ან წამყვანები, მაგრამ შენ ხარ სცენარისტი და რეჟისორიც. მაგალითად, მასშტაბური ფრენკების, ჩელენჯების ან სერიალების არხი. საწყისი კაპიტალი 1500-დან 5000 დოლარამდე. პლუს მუდმივი საოპერაციო ხარჯები. რაში იხარჯება ეს თანხა? გარდა ორკამერიანი გადამღები ტექნიკისა, აქ ჩნდება ბიზნეს ხარჯები, მსახიობების ჰონორარი, ლოკაციების დაქირავება და რეკვიზიტები. ვადები და შემოსავლები. აუდიტორიის ნდობა აქ სწრაფად შენდება, რადგან მაყურებელი ცოცხალ ადამიანს ხედავს. და რადგან მსახიობის ან წამყვანის შეცვლა ფორმატის შენარჩუნებით ყოველთვის შესაძლებელია, ეს მოდელიც უზარმაზარი კაპიტალის მქონე დამოუკიდებელი და გაყიდვადი აქტივია. და ვის ერგება, ვისაც მენეჯერული უნარები აქვს და YouTube-ს უყურებს როგორც სტარტაპს, სადაც თვითონ სისტემის არქიტექტორია. და ვის არ ერგება, ვისაც მარტო საკუთარ სიმშვიდეს ურჩევნია მუშაობა და გუნდის მართვა სტრესავს. და შემოსავლები 5000-დან 80000 დოლარამდე. შემდეგი გზა
D. Pure AI, სრულად AI გენერირებული კონტენტი. AI-თ 10 არხი გააკეთე და წამოწეკი, ფული თავისით მოვა, ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ეს ზღაპრები. საწყისი კაპიტალი $200 თვეში, რაში იხარჯება ეს თანხა? ეს არის წმინდა სააბონენტო ხარჯი. ხელოვნური ინტელექტების ფასიან მოდელებზე, ფულციხდით ტექსტის გენერატორებში, ChatGPT+, ვიზუალის შემქმნელებში, Midjourney და ხმის სინთეზატორში, მაგალითად 11 Labs-ში. ვადები და შემოსავალი. შემოსავალზე გასვლა ყველაზე სწრაფად ხდება 2-დან 8 თვეში, თუმცა არხზე შემოსავალი საშუალოდ $2000-ია, რადგან ასეთი არხები ძირითად შემთხვევაში მხოლოდ AdSense-ზე არიან დამოკიდებული და ასევე კონკურენცია ძალიან მაღალია და RPM-იც არ არის დიდი. თუმცა ასეთი არხები ნაწილობრივ აუთსორსზე შეგიძლიათ გაიყვანოთ. შედეგად შეგიძლიათ რამოდენიმე არხი შექმნათ, რაც თქვენ შემოსავლებს გაზრდის. ახლა კი რეალობა. ამ გზაზე შემოსულთა 30-50% თუ აღწევს მე-12 თვეს. YouTube-ის პოლიტიკა მასობრივ და გენერირებულ კონტენტის წინააღმდეგ სულ უფრო მკაცრდება. Supta AI არხი არის სახლი, რომელიც ხვის მიწაზეა აშენებული. პლატფორმას ნებისმიერ დღეს შეუძლია მისი წაშლა. და ბოლო გზა I, ჰიბრიდი, AI და ადამიანი. ეს არის მეხუთე და ყველაზე ოპტიმალური გზა. ფორმულა მარტივია. 90% AI ინსტრუმენტი და 10% ადამიანური ჩარევა. AI წერს დრაფტს, შენ აძლევ ხმას და შინაარს. AI ამონტაჟებს მაგალითად იმ ვიდეო, შენ წვეთ რა დარჩეს და რა წაიშალოს. საწყისი კაპიტალი $300-დან $1000-მდე. რაში იხარჯება ეს თანხა? ეს ბიუჯეტი ფარავს როგორც ხარისხიან აუდიო აღჭურვილობას, ისე წვდომას მოწინავე AI ინსტრუმენტებსა და ლოკალურ AI მოდელებზე, პრომპტების დასამუშავებლად. ასე თქვენი პროცესები ავტომატიზირებულია, მაგრამ კონტენტი ინარჩუნებს ავთენტურობას. ვადები და შემოსავლები. მონეტიზაციამდე 3-დან 10 თვეა საჭირო. პოტენციური შემოსავალი კი თვეში $2500-დან $10000-მდე ადის. და ეს ერთადერთი გზა, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება. ტექნოლოგიები უმჯობესდება, თქვენი 10%-იანი ჩართულობა კი გამოცდილებასთან ერთად უფრო ღირებული ხდება. ახლა ალბათ ფიქრობ, გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ რომელია საუკეთესო? ეს კითხვა უნდა დაივიწყო, რადგან ის მახია. საუკეთესო გზა ვაკუუმში არ არსებობს. არსებობს გზა, რომელიც მე-6 თვესაც გაუძლებს და გზა, რომელსაც მე-3 კვირაში მიატოვებ. ქაღალდზე ყველაზე მომგებიანი მოდელი, რომელსაც პრაქტიკაში ვერ შეაცვლებთ, 0 სტოლია. ამიტომ შეცვალეთ კითხვა. იკითხე არა რომელია საუკეთესო, არამედ რომელი ერგება ჩემს ფულს, ჩემს დროს, ჩემს ხასიათს და რომ გაგიადვილდეთ არჩევანი აი 3 დიაგნოსტიკური კითხვა. კითხვა პირველი, შენი სახე და ხმა აქტივია თუ ბარიერი, თუ საუბარი სიამოვნებს აირჩიე A, ან B, თუ კამერის წინ შენთვის დგომა სტრესია, აირჩიე C, D, ან E. კითხვა მეორე, რამდენი თვის სიჩუმეს გაუძლებ ფინანსურად და ფსიქოლოგიურად, თუ მაქსიმუმ 3-4 თვე გაქვს, შენი ფანჯარა D ან E-ა. თუ 12-18 თვის მოთმინება გაქვს და გლობალურ თამაშს თამაშობ, B გელოდება. კითხვა მესამე, რას აკეთებ ისედაც უფასოდ საკუთარი სიამოვნებისთვის? C, მაშინ C. ხალხს უხსნი რაღაცეებს, მაშინ A ან B. ახალ AI ინსტრუმენტებში იქექები, მაშინ E. გზაზე დიდხანს მხოლოდ ის რჩება, ვისაც თავად პროცესი ანიჭებს სიამოვნებას. ეს კარგად დაიმახსოვრე. და ერთი მნიშვნელოვანი სიმართლეც, ციფრები, რომელიც დღეს ნახე, დიაპაზონია და არა დაპირება. არც ერთი გზა არ იძლევა გარანტიას. მოარგეთ არჩევანის საკუთარ რეალობას და არა სხვისი წარმატების ისტორიას. 5 გზა, 5 განსხვავებული ბიუჯეტი, ვადა და ხასიათი. რუკა უკვე თქვენს ხელშია. ახლა კი კომენტარებში დაწერეთ რომელიმე ერთიასო A, B, C, D, E. რომელ გზაზე იცანი საკუთარი თავი. ეს კი დამეხმარება, რომ მომავალი ვიდეოები ზუსტად თქვენ არჩევანს მოვარგო. ერთიასო დაწერე და შენ ამ არხის თანაავტორი ხდები. და ბოლოს დააკვირდით ერთ დეტალს. 5-ვე გზა ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე დგას. შენ აკეთებ ერთხელ რაღაცას და ის იყიდება 1000 ჯერ, შენი ძილის დროსაც კი. ამ პრინციპს კი თავისი სახელი აქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი ნავალ რავიკანტი ამას ერთი ფორმულით ხსნის, რომელიც საერთოდ ცვლის წარმოდგენას შრომაზე. ამაზე კი შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, ამიტომ გამოიწერე არხი რომ არ გამოგჩეს დროებით.